რამდენიმე წუთი წინ დატოვა ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორი რუსმა აქტივისტმა ნიკოლაი ბელიკოვმა. მას, როგორც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, საიმიგრაციო სამსახური უნდა დახვედროდა და 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ის რუსეთში უნდა გაეძევებინათ, თუმცა როგორც მისი ადვოკატი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მათი ჩარევით და იმით, რომ მათ მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პროცესი შეაყოვნეს და მას მისცეს დრო გაჩერდეს ქვეყანაში, სანამ დასკვნა არ იქნება. ახლა მას აქვს საკუთარი მობილური ტელეფონი, რომელშიც ინახება მტკიცებულებები, რაც დაეხმარება სტრასბურგის სასამართლოს მიიღოს გადაწყვეტილება და ადვოკატებს დაეხმარება ამ საქმის წარმოებაში. 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო ასევე დატოვა დროებითი მოთავსების იზოლატორი აქტივისტმა ლუკა გოგიამაც. ის ამბობს, რომ ვერ შეაშინებს ქართული ოცნება ვერავის საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, რუსული კანონებით, პირბადეებით გამო დაჭერებითა და ქუჩის გადაკეტვის გამო ცრუ ბრალდებებით. ისინი აცხადებენ, რომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, სანამ გამარჯვება არ იქნება. უპირველეს ყოვლისა, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვინც დამეხმარა და ეს პერიოდი გვერდში მედგა. რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, ყველანი ვართ საფრთხის წინაშე. მას შემდეგ რაც ბატონ ნიკოლაის აქვს თავისი მობილური ტელეფონი, ჩვენ ხელთ გვაქვს ყველა მტკიცებულება იმისა, რომ მისი ქვეყნიდან გაძევება რუსეთის ფედერაციაში იქნება მისთვის, ასე ვთქვათ, სახიფათო. ამ მტკიცებულებებს დღესო ჩვენ გავაგზავნით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ბატონ ნიკოლაის ინტერესები იქნება დაცული და მისი სიცოცხლე იქნება დასული. ბრძოლაში ორმაგი მოტივაციით და ასმაგი მოტივაციით ვაგზელებ. მე გამოვედი ჩვენი მეგობრების გამოვლენ, მაგრამ ძალიან ბევრი მეგობარი გვჩება, გისოსებს მიღმა, ასე რომ ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე მისაყვანი იქნება და ბრძოლას ბოლომდეც მივიყვანთ და მივიყვანთ გამარჯვებით აუცილებლად. პირბადის გულისთვის დაპატიმრებული ადამიანების ნათესავები თბილისიდან ჩამოდიან. ერთ-ერთი დაპატიმრებული, რომელმაც 14 დღე გაატარა თბილისში, დღეს ჩამოვიდა ფოთში და ეს იმიტომ გავაკეთეო და იმიტომ წამოვედი, რომ მე ვიცი როგორია დახვედრის ფასი. ამიტომ ქართველობო, თუ აქციაზე ვერ გავდივართ, მეტად მნიშვნელოვანია, რომ აი ასეთ ადგილებში მოვიდეთ. ეს სუფუჭი ილუზიები, რომ ეს შედეგს მოიტანს შეშინებას. არაფერი საშიში არ არის, ყველას მოგვიწევს ის პატიმრობა, იმიტომ ეს ყველა სამშობლოა. თუ ასე მიდგას, საკითხია, ან პატიმრობა, ან სამშობლო, რა თქმა უნდა, ჩვენ ავიჩენთ სამშობლოს გამო პატიმრობა. ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორი რამდენიმე წუთში უნდა დატოვოს ისაკო დევიძემ, რომელიც დაპატიმრების დღიდან შიმშლოს, ასევე ნიკოლოზ შურღაიამ და შაკო ბაღდოშულმა. ისინი რამდენიმე წუთში გამოვლენ ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან.